იყო ერთი გლახაკი კაცი. მთელი დღეები აღმად-აღმად აიარებოდა. ამ ქვეყანაზე არც არაფერი ებოდა და არც არაფერი უნდოდა დიდად. დიდად ზარმაცი და უქნარა კაცი იყო. დაადგებოდა დილიდან გზას და იმის იმედად მოივლიდა ქვეყანას, რომ იქნებ ვინმე ერთი ულუფა შეჭამადი მომაწოდოსო. ერთხელაც დილადრიან გაუყვა ნაცნობ ბილიკს და რას ხედავს. პირდაპირ მის წინ ერთი დიდი ქილა ერბოდევს მიწაზე. მიხედა, ქილის პატრონი ხომ არ დგას შორი ახლოსო. რომ არავინ დაინახა, აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. მიდიოდა გზა და გულში ამას ფიქრობდა. აც გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ეხლავე ჩავალ ქალაქად და ამ დიდ ქილა ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი. ამდენი ფული არასდროს მქონია და ამ ნახევარი მარჩილით 12 ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი. მოვიყვან ამ წიწილებს დავზრდი, დავასუქებ, მერე ისევ ქალაქად ჩამოვალ და ახლა თითო წიწილას თითო აბაზად გავყიდი. დიდ ძალფულს ავიღებ. 12 აბაზი მექნება ხელთ. მაგ ფულით პატარა გოჯებს ვიყიდი, დავასუქებ და გავზრდი. მერე თითო გაზრდილ გოჯს სულ ცოტა ორ მარჩილად გავყიდი. უკვე იმდენი ფული მექნება, რომ სახარე ხბოების ყიდვასაც შევძლებ. დავზრდი ამ ხბოებს, მალე დიდი ხარებიც დაიზრდებიან, მერე მოვხნავ მოვთესავ და ავშენდებიო. მთელი გზა ასეთ ფიქრებში იყო გლახაკი. ოცნებობდა და ოცნებობდა. რაც თავის დღეში არ მონდომებია და არ ოფიქრია, ეხლა ყველაფერი ერთად მოისურვა. მიდის ოცნებისგან თავბრუდახვეული კაცი და ასე ფიქრებში გართული ერთ ძველ და პატარა ხიდს მიადგა. უცებ შეცვა და დამფრთხალი შეჩერდა. ეს რა პატარა ხიდია? დაბა აქ ჩემი ხარები როგორ გაივლიანო, გაიფიქრა გლახაკმა. მარჯვედ მოიქნია ჯოხი და ომახიანად შესძახა. ჰარიო! თითქოს ხარების შეგულიანება უნდოდა. სულ გადაავიწყდა, რომ ამ ჯოხზე ქილა ერბო ჰქონდა ჩამოკიდებული. ქილა მიწაზე დაენარცხა და გადყდა. ერბო სულ ძირს გადმოიქცა. ქილა ერბოთი გამდიდრება მხოლოდ ოცნებად დარჩა და გლახაკიც ისე გლახაკად გაიარებოდა. გონებით ბევრ რამეს ზრახავს ადამიანი, მაგრამ მარტო ზრახვებითა და ოცნებით ცოტა რამის ხამს ხორცს.